მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და რა თქმა უნდა, კლავინდებურად საინტერესო კვირა გველის წინ, რამოდენიმე საინტერესო აქტივობით, ეკონომიკური კუთხით, რამოდენიმე საინტერესო სიახლით, რომელსაც რა თქმა უნდა, მიმდინარეობის პერიოდში, კვირის მიმდინარეობის პერიოდში ჩვენ ძალიან ვრცლად გავშლით სიახლეები, რომელიც შეეხება ბუნებრივია ბიზნესის განვითარების საკითხებს, ჩვენ გასული კვირის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა გქონდა, ვნახეთ ასევე საინტერესო შედეგები და ჩვენს გადაცემებში ამის შესახებ საუბრობთ, განსაკუთრებით პარასკევის გადაცემაში ჩვენ ვრცლად მიმოვიხილეთ როგორც ეკონომიკური ზრდის ნაწილის ჯამურად კვირის განმავლობაში არსებული აქტივობების ჩათვლით, მათ შორის ბიზნეს სექტორის ბრუნვა და ასევე ვრცლად მიმოვიხილეთ საკმაოდ საინტერესო ინვესტიცია, საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია. ამ კუთხით კიდევ ერთხელ განმეორდები, $300 მილიონი დაანონსებული ინვესტიცია ქობულეთში სვის ჰოტელის ახალ სასტუმროსთან დაკავშირებით, რომელიც არის არკის პროექტი, პარტნიორ ნექსტთან ერთად და მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ამ არეალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარის 4 სეზონიან ტურისტულ დანიშნულებად გარდაქმნის გზას. ეს ხაზი იყო, რაც ასევე აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის და განვითარების მინისტრად ამ ჭრილშიც და ცხადია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტული ობიექტების შემომატებაზე ქვეყანას, ცხადია, ამ კუთხით დამატებით გვჭირდება საბამისი ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო მიმართულებით, მათ შორის საჰაერო ტრანსპორტის განვითარების ჭრილში, აქ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მაჩვენებლები, ისევე როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დამატებით გაფართოება და ასე შემდეგ ამასობაში ჩვენ ვნახეთ ცალკე და ამის შესახებ ცალკე ჰქონდა ბუნებრივია მიმოხილვა საერთაშორისო აეროპორტის ახალ ლაუნჯთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მოკლედ ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელსაც ცხადია თან ზრდებს კერძო სექტორის ჩართულობა, ბუნებრივია სრულიად სხვა განსაკუთრებულ ახალ შესაძლებლობას და სრულიად ახალ სურათს ქმნის. ცხადია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე, ასევე ვსაუბრობთ მთლიანობაში ქვეყანაში ფისკალურ და მონეტარულ სტაბილურობაზე და რა თქმა უნდა ყოველთვის ჩვენ შევეხებით ეროვნული ვალუტის კურსს, ხედავთ ამ კუთხით არსებულ სტაბილურ ვითარებას და კიდევ ერთხელ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ირგვლივ, ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კვლავ რჩება ბევრი ტიპის საკითხი გაურკვევლად საქართველოს ირგვლივ, გულისხმობთ მათ შორის ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება ჯამურად ქვეყანაში მნიშვნელოვანწილად კვლავ სტაბილურია, არ იცვლება, არ ჩანს ამ კუთხით რისკ ფაქტორთა მთელი პრობლემური ნაწილი. პირიქით, ყველა საერთაშორისო შეფასებაში აღნიშნულია, რომ გადმოცემის ეფექტი საქართველოს შემთხვევაში იქნება მინიმალური და ვხედავთ მაგალითად ტურიზმის ნაწილსაც ამ ჭრილში, ტურიზმის მიმართულებით ცხადია, განსაკუთრებულად პრობლემური ნაწილი იყო სწორედ ვიზიტორები გალფის ყურის ქვეყნებიდან და ისრაელიდან. გარკვეული სტაბილიზაცია ამ კუთხით შეინიშნება, თუმცა ტურიზმის სექტორში კიდევ უფრო მეტად და მნიშვნელოვნად დამაბალანსებელი ფაქტორი არის სწორედ დივერსიფიცირება ბაზრების და ამ კუთხით ჩვენ ვნახეთ უკვე დასრულებული ITB China, სადაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, ამის შესახებ ჩვენ ასევე ვთქვით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ გაგრძელდა შეხვედრები უკვე და ვიზიტი შესაბამისი უწყების საქართველოს ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკვე კორეის მიმართულებით, მოკლედ აზიის ნაწილი ამ კუთხით განსაკუთრებულად საინტერესოა და სწორედ იმ დივერსიფიცირების ჭრილში, შემავსებელ ჭრილში ძალიან დიდი და სოლიდური მნიშვნელობა აქვს. ასევე პარალელურად უნდა დაგვიწყოს, რომ სწორედ პირდაპირ ფრენების ზრდასთან ერთად საქართველოში სოლიდურად გაიზარდა ევროკავშირიდან, ევროპიდან მთლიანად ბრიტანეთის ჩათვლით ტურისტული ნაკადების რაოდენობა. ცხადია, ეს ყველაფერი ითარგმნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის შეფასებების ნაწილს ჩვენ ვხედავთ როგორც
თქმა უნდა, ოფიციალური წყაროების მხრიდან საქართველოში ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოში დამოუკიდებელი შემპასებების მხრიდან, მაგალითად ჩვენ მეხუთლად ქონდა გასულ კვირას მიმოხილვა გაკეთებული გალთენ თაგართის შეფასებასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით საქართველოში 7%-იან მაჩვენებელზეა დაფიქსირებული და გალთის საკმაოდ საინტერესო, ოპტიმისტური, თუმცა სრულიად რეალისტური პროგნოზი მე ოდნავ მეტიც კი მგონია. ჩვენ ვნახეთ დეტალურად გავაანალიზეთ გალთის მიერ გამოქვეყნებულ საკმაოდ საინტერესო დოკუმენტის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები და ამავდროულად ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებაზე და სწორედ ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა პირველად უკვე ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის შეფასება საქართველოს 2026 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ვნახოთ ეს დიაგრამა შეიძლება, სადაც ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა 0.5%-ით 6%-მდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება, ვინაიდან ჩვენ ხედავთ რეალურად ვითარებას, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და მუდმივად ვახსენებ ამ ფაქტს, მიუხედავად საერთაშორისო დაძაბულობისა, მიუხედავად მთელი რიგი გაურკვეველი ფაქტორებისა, მათ შორის გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე მონიტორთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ამ კუთხით, რომელიც სწორედ EBRD-ის შეფასებით ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის შეფასებით არის გაუმჯობესებული. რაც ცალსახად მნიშვნელოვანი ფაქტია, ბუნებრივია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას იმ შოკების მიმართ, რომელიც ჩვენს გარშემო ბუნებრივია არსებობს და სამწუხაროდ არ არის ცალკე აღებული პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ შოკები რაიმე ფორმით მილევად რეჟიმში გადავა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ გარკვეული ტიპის სიახლეებს იმასთან დაკავშირებით, რომ შოკები, ასე ვთქვათ, და გარკვეული ტიპის პრობლემური საკითხები უნდა გადავიდეს მილევად ნაწილში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ კონკრეტული დასრულება ამ კუთხით არც პოლიტიკოსების შეფასებებშია და არც ანალიტიკოსების ნაწილში. აუცილებლად მინდა შევეხო ასევე ინფლაციის ნაწილსაც, რომელიც ასევე გასულ კვირას გამოქვეყნდა და ინფლაციის ნაწილის შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ გარკვეული ტიპის შემცირება ჩვენ გქონდა, კვლავ მაღალი რჩება ინფლაციის მაჩვენებელი, თუმცა გარკვეული შემცირება მაინც ჩვენ გქონდა, რაც ჯამურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაახლოვებს და იმედია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და სხვა გარე ფაქტორები ამ კუთხით ნაკლებად იქნება წარმოჩენილი, რაც მეტად გვაახლოვებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან, 3%-იან მაჩვენებელთან, ჯერ კიდევ შორია ამ კუთხით, მაგრამ მაინც მიზნობრივ მაჩვენებელთან, რომელიც არის 3% და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს პერიოდში წლის ბოლომდე ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ვითარება კიდევ უფრო მეტად სტაბილური იქნება. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც უკვე აღნიშნეთ და EBRD-ის შეფასებითაც ეს ჩანს, ამავდროულად შემცირებული ინფლაცია, ცხადია, ეს იქნება ის პოზიტიური ეფექტი, როდესაც კიდევ უფრო მეტად აისახება ეკონომიკური ზრდის სიკეთეები საქართველოს მოსახლეობაზე და ბუნებრივია მნიშვნელოვანია ამ კუთხით ნდობა, ასე ვთქვათ, ეროვნული ვალუტის მიმართ, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ნაწილს ჩვენ ვხედავთ. სხვა შორის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ნაწილზე საუბრისას ჩვენ სწორედ კვლავ გალთის ანალიტიკის მიმოხილვის დროს, გალთენ თაგართის ანალიტიკური დოკუმენტის მიმოხილვის დროს აღვნიშნეთ და ვისაუბრეთ საქართველოში როგორც ცეცხლების დანაზოგებთან დაკავშირებით, ლარიზაციის მაჩვენებლის დასთან და დანაზოგებთან მიმართებაში მართლაც საინტერესოა, რომ მოსახლეობა სულ უფრო და უფრო მეტად ენდობა ლარს. ოღონდ ეს საუბარია დანაზოგებზე, რომელიც კომერციულ ბანკებშია განთავსებული, მაგრამ ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ცლად და დეტალურად საპენსიო ნაწილზე, რა ხდება ჩვენს პენსიებთან დაკავშირებით, ჩვენს ირგვლივ ამ კუთხით, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს და დღეს სტუმრად მოსვლა ვთხოვეთ ანა ნაჭყებია, საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარ საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელს. გალბატონო ანა, მოგესალმებით, სწორედ გალბატონ ანასთან ერთად ვსაუბრობთ ხოლმე ამ საკითხებზე უპირატესად, ცლად და ამომწურავად. ანა, მადლობა პირველ რიგში კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრობისთვის, მობრძანებისათვის და თქვენ შემთხვევაში მუდმივად გვაინტერესებს არსებული ვითარება პორტფელთან დაკავშირებით. რა ვითარება გვაქვს ამ პერიოდში, უახლესი შედეგები როგორია?
პირველ რიგში გიორგი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მაისის ბოლოს მდგომარეობით ჩვენი აქტივები აგრძელებს საკმაოდ მაღალი ტემპით ზრდას. 9.4 მილიარდ ლარს მიაღწია მაისის მდგომარეობით საპენსიო აქტივებმა და ეს წელი და ეს პირველი 5 თვე მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი მერყეობა გქონდა ამ 5 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე, ვხედავთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო 5 თვე არის საპენსიო ფონდის ისტორიაში, ვინაიდან განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე დავინახეთ აქციების ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც პირდაპირ აისახა ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზე. 9.4 მილიარდი ლარიდან ჩვენი მომგებიანობა საკმაოდ მაღალი არის, თუმცა მეორე ფაქტორი, რომელიც აქტივების ზრდას უწყობს ხელს, ეს არის კონტრიბუციები, რომელსაც ვიღებთ მონაწილეების მხრიდან, როგორც იცით, ჩვენ მაერთიანებთ დაახლოებით 1.5 მილიონ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ყოველთვიურად ახდენს კონტრიბუციებს ფონდში, რაც პირდაპირ აისახება ფონდის აქტივების ღირებულების ზრდაზე. მართლაც მნიშვნელოვანია და კარგია ეს კონტრიბუციები და დიდი კონტრიბუცია კიდევ უფრო მეტია, მეტი შემოსავალი მოქალაქეებისათვის, მეტი ანაზღაურება ნიშნავს მეტ კონტრიბუციას. ამ შემთხვევაში რომ შევაფასოთ ვითარება ბალანსის შემოსავლიანობასა და რისკებს შორის, რაც ასევე გვაინტერესებს გარკვეულად რისკავთ ჩვენს. როგორია ამ კუთხით ეს გონივრული ბალანსი? როგორც იცით, ჩვენ სამი განსხვავებული ტიპის რისკიანობის პორტფელს ვმართავთ. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დაბალანსებული პორტფელი და დინამიკური პორტფელი. და აქ კანონის შესაბამისად გვაქვს განსაზღვრული განსხვავებული ლიმიტები, რა ტიპის აქტივის კლასებში შეგვიძლია ინვესტიციები გავაკეთოთ და რო შეხედოთ, დინამიკური პორტფელი არის ძირითადად ინვესტირებული საქართველოს ფარგლებს გარეთ, დაახლოებით 55% არის აქციებში ინვესტირებული, ხოლო 45% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო კონსერვატიული პორტფელი უფრო ქართულ საქართველოში არის ინვესტირებული, დაახლოებით 80% აქტივების არის ინვესტირებული საქართველოში, 20% საზღვარგარეთ აქციების ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენს მონაწილეებს აქვთ უფლება, რომ თავიანთი მოლოდინების და თავიანთი ხედვის მიხედვით აირჩიონ, რომელი პორტფელი შეესაბამებათ მათ. კონსერვატიული პორტფელი შედარებით უფრო ნაკლებ რისკებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან აქტივების ძირითადი ნაწილი ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტებია. ეს არის სადებოზიტო სერტიფიკატები, სახაზინო ობლიგაციები, ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები და აქციები, რომელიც მეტი მერყეობით არის გამორჩეული, შედარებით ნაკლები წილით არის კონსერვატიულ პორტფელში გამოხატული. მაშინ როცა დინამიკური პორტფელი უფრო მეტი მერყეობით გამოირჩევა, ვინაიდან ეს აქციები ყოველდღიურად, როგორც იცით, ბევრი ფაქტორი ახდენს აქციების ბაზარზე ფასებზე გავლენას, შესაბამისად ეს იწვევს საპენსიო დანაზოგების მეტ მერყეობას და ეს არჩევანი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ თვითონ გააკეთოს. ხო, ერთი ეს რომ ზუსტად ეს კითხვა რომ შეგვიძლია, ხო, ბუნებრივია რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილებები ჩვენ თვითონ მივიღოთ, ეს ერთი ნაწილი და მეორე აქციები ერთია რომ ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე მხრივ თქვენ განდობთ ვინაიდან გჯერა რომ თქვენ ყოველდღიურად კი არა საათობრივად აკვირდებით მიმდინარე პროცესებს, სწორი კომპანიების შერჩევასთან დაკავშირებით განთავსება ხდება, ხომ ამ კუთხით დაკვირვება ალბათ და ანალიტიკას აკეთებთ თქვენ მოდიოდ. ნამდვილად, ზოგადად ინვესტირებაში, აქციების ბაზარი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო აქტივის კლასად გრძელვადიან პერიოდში დანაზოგების მაქსიმიზაციისთვის. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც შედარებით დიდი საინვესტიციო პერიოდი აქვს, საპენსიო ასაკამდე დარჩენილი ბევრი წელი აქვს, მათთვის უფრო შესაფერისი არის დინამიკური პორტფელი, ვინაიდან დინამიკურ პორტფელში ეს ზრდის ფაქტორი ბევრად მეტია, თუმცა მეორეს მხრივ, მერყეობაც მეტია, როგორც აღვნიშნეთ. ჩვენი აქტივების პორტფელში ეს აქციების ბაზარი, ეხლა წლევანდელი წელი დრო შევაფასოთ, ერთ-ერთი საუკეთესო არის, დაახლოებით 14% არის მხოლოდ 5 თვეში გაზრდილი აქციების ბაზარი, მაშინ როცა ადგილობრივ ინსტრუმენტებში მსგავსი მაღალი შემოსავლიანობა, რა თქმა უნდა, არ არის. ჩვენ აქციების ბაზარზე ვნახეთ ძალიან დიდი მერყეობა, როგორც იცით, მარტში, რაც ირანში კონფლიქტს უკავშირდებოდა, რამაც აქციების ბაზრის მნიშვნელოვანი კორექცია გამოიწვია. მარტის ბოლოს მდგომარეობით დინამიკური პორტფელის შემოსავლიანობა თითქმის ნულთან იყო ჩამოსული. თუმცა მას შემდეგ ასევე ვნახეთ ძალიან მაღალი ზრდა აქციების ბაზრის და მაისის ბოლოს მდგომარეობით დინამიკური
პორტფელის მომგებიანობა არის დაახლოებით 9%, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობა არის დაახლოებით 5.5%. ანუ თითქმის 3.5%-ული პუნქტით სჯობნის დინამიკური პორტფელი კონსერვატიულ პორტფელს ამ პირველი 5 თვის მონაცემებით. კი ბატონო, მოკლედ გლობალური გაურკვევლობა ასევე გავლენას ახდენს, ხო, ბუნებრივია პორტფელის ნაწილზე და ამ კუთხით საინტერესო იქნება თუ პროცესების სტაბილიზაციისკენ წავიდა, რომელი პორტფელი როგორ გადაადგილდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დინამიკური პორტფელზე გეთანხმებით თუ გრძელვადიანი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ადამიანი რაღაც გრძელვადიანად ფიქრობს და დიდი სივრცე აქვს პენსიამდე, ალბათ ხო ეს დინამიკური პორტფელი კიდევ უფრო საინტერესოა ამ კუთხით. კაპიტალის ბაზრის ფონდის პორტფელში ინვესტირებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვათ ამ კუთხით და ვითარება საქართველოში ყოველთვის გვაქვს ხოლმე აი ამ კუთხით რა ვითარება, რა პერსპექტივა გვაქვს და ზოგადად გვაქვს თუ არა უფრო მეტად პროგრესი. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი ვართ. განსაკუთრებით ლარის მიმართულებით, ლარში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებლები ვართ, როგორც იცით, ჩვენი აქტივების ძირითადი ნაწილი არის საბანკო პროდუქტებში ინვესტირებული, ასევე სახაზინო ობლიგაციებში და აქაც საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტორად ჩამოვყალიბდით ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. თქვენ როგორც იცით, ეხლახანს გამოუშვა სახელმწიფომ 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება ნახა როგორც ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან, მათ შორის ჩვენგან. კი, მოვიხილეთ გეოგრაფიაც, მათ შორის ჩვენგან და ისე საერთაშორისო ინვესტორებისგან. ესეთი ემისიები ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ჩვენც ერთ-ერთი ინვესტორი ვიყავით ადგილობრივ ბაზარზე და ამ მიმართულებით ეს არის ჩვენთვის ძალიან სტრატეგიული მიმართულება და სტრატეგიული აქტივის კლასი. რო შევხედოთ ადგილობრივი კორპორატიული კაპიტალის ბაზრის განვითარებას, როგორც იცით, ეს ბაზარიც საკმაოდ დიდი მაღალი ტემპით იზრდებოდა ბოლო 3 წელია ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ზომა. აქაც ჩვენ განსაკუთრებით ლარის ემისიებში ერთ-ერთი ინვესტორი ვართ, თუმცა ჩვენ აქტივებში აღნიშნული ობლიგაციების წილი მაინც არ არის მნიშვნელოვანი. დაახლოებით 2% არის მთლიანი აქტივების ინვესტირებული ადგილობრივ ობლიგაციებში, თუმცა ეს ჩვენთვის ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, ვინაიდან ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ადგილობრივ ეკონომიკაში მივიღოთ პირდაპირი მონაწილეობა და პირდაპირ დავაფინანსოთ ადგილობრივი კომპანიები. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ადგილობრივი კომპანიებისთვის ასევე და კარგია რომ ამას სათანადოდ და კარგად იყენებენ ამ ჭრილში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ხაი ბევრი ვისაუბრეთ დივერსიფიცირების ნაწილზე, იგივე აქტივების ჭრილში, კიდევ უფრო მეტი რო ვთქვათ გეოგრაფიულ ჭრილში განაწილებაზე, საქართველოს გავიგეთ ამ კუთხით და სად ვართ ყველაზე უფრო მეტად წარმოდგენლები ჩვენი საპენსიო დანაზოგები გეოგრაფიულად როგორ ფარავს სოფლიოს. კი, ჩვენი აქციების ბაზარიც საკმაოდ დივერსიფიცირებული არის, როგორც იცით, მთლიანი აქტივების დაახლოებით 20% არის აქციებში ინვესტირებული. აქ ჩვენი მიდგომა არის საკმაოდ სტრატეგიული და ვაკეთებთ უფრო ზემოდან ქვემოთ ანალიზს, რაც ნიშნავს, რომ ვაკეთებთ სხვადასხვა რეგიონების ანალიტიკას და ინვესტირებას ვაკეთებთ აი რეგიონულ ჭრილში. ჩვენი ძირითადი მიმართულებები აქტივების ამ საერთაშორისო აქციების პორტფელის დაახლოებით 40% არის ინვესტირებული ამერიკაში, ამერიკის ტოპ 500 კომპანიაში S&P 500-ის ინდექსი არსებობს, რომელშიც ჩვენი აქტივები ამ აქტივების 20% არის, 40% არის ინვესტირებული. გარდა ამისა, გვაქვს ინვესტიციები განხორციელებული განვითარებადი აზიის, ევროპის და განვითარებადი ბაზრების აქციებში. ბოლო პერიოდში, ბოლო 2 თვეში, მაგალითად, ასევე დავიმატეთ კორეაში ინვესტიციები და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია ჩვენს საპენსიო ფონდის ისტორიაში, დაახლოებით 30% არის გაზრდილი კორეის ბაზარი ამ ბოლო პერიოდში და ამ ყველაფერს ხელს უწყობს AI-სთან დაკავშირებული წინსვლა, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება ჰპოვა, განსაკუთრებით განვითარებადი აზიის ქვეყნებში, ეს არის იაპონია, კორეა და შესაბამისად ჩვენი ინვესტიციაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და ძალიან მომგებიანი იყო ჩვენი მონაწილეებისთვის.
კი ბატონო, ეს მართლაც საინტერესო ნაწილია კორეის აღმოჩენა ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს კორეის აღმოჩენას უყურებს ასევე ტურიზმის შესავალში აღნიშნეთ ტურიზმის მართლობა საინტერესო ქვეყანად იკვეთება კორეა საქართველოსთვის ამ კუთხით. ასევე აუცილებლად მინდა კითხოთ ჩვენ ახლა ბოლო პერიოდის მოვლენებზე საუბრობდით და განკუთვნილად მაღალი ინფლაცია იგივე გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთების ნაწილში. აი ამ კუთხით თუ არის რაიმე ესეთი ცვლილება, რომელიც საინვესტიციო გარემოზე ესეთ უფრო სოლიდურ გავლენას ახდენს? ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მაისში ვნახეთ, ეს იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც პირდაპირ მიმართული არის ამ ინფლაციური წნეხის შემცირებისკენ. 0.25%-ით გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ინფლაციის დასტაბილურებას წლის მეორე ნახევარში. ინფლაცია ნამდვილად ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ჩვენთვის როგორც გრძელვადიანი ინვესტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეალური ამონაგების, ანუ ინფლაციით გათვალისწინებული ამონაგების მაქსიმიზაცია ჩვენი მონაწილეებისთვის, რათა უზრუნველყოთ, რომ როდესაც საპენსიო ასაკს მივაღწევთ, მწყიდველ თუნარიანობა ჩვენი დანაზოგების არ იყოს გაუფასურებული და ინფლაციამ არ შეჭამოს. ამ მიმართულებით ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, რაც შეგვიძლია, რომ ინფლაციისგან დავიცვათ ჩვენი აქტივები და ჩვენი დანაზოგები, ეს არის სწორედ აქციების ბაზარი. ვინაიდან აქციების ბაზარი ყველაზე სწრაფად ასახავს ფასების ზრდას. აი პირდაპირ, როდესაც ინფლაცია განსაკუთრებით მსოფლიო ბაზარზე, ვიდრე საქართველოში, მსოფლიო ბაზარზე, როდესაც ინფლაციის წნეხი იზრდება, კომპანიები ზრდიან ფასებს, შესაბამისად მათი აქციის ფასებიც იზრდება და მიყვება და ყველაზე საუკეთესო ჰეჯირების ინსტრუმენტი ჩვენთვის ეს არის. ვინაიდან საქართველოში არ აგვაქვს ინფლაციასთან დალინკული რაღაცა ინსტრუმენტები ადგილობრივ ბაზარზე, ყველაზე საუკეთესო მაინც დოლარში ინვესტირება და დოლარში განსაკუთრებით აქციებში ინვესტირება არის ინფლაციასთან მიმართებით. კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ პროცესის გამჭვირვალობა იგივე რა დონეზეა უზრუნველყოფილი, რომ აი მოქალაქეებმა შეძლონ მათი ინტერესების მაქსიმალურად დაცვა მინიმუმ დაკვირვების საშუალებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მონაწილეებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისეთი თემაა, რომელიც ფინანსურ ტერმინოლოგიას უკავშირდება, თუმცა ყოველთვიურად ვაქვეყნებთ ჩვენს საიტზე თვიურ მიმოხილვას, რომელიც მიმოიხილავს სამივე პორტფელის ჭრილში, რა შედეგები გვქონდა, რამ გამოიწვია ზრდა, რა იყო ძირითადი აქტივის კლასები, რომლებმაც მომგებიანება აჩვენა. და ამისა ვაქვეყნებთ ინტერაქტიულ სტატისტიკას, რომელიც ასევე ჩვენს საიტზე არის ხელმისაწვდომი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავუმარტივოთ მონაწილეებს ამ ინფორმაციაზე წვდომა. გარდა ამისა, როგორც იცით, ყველა მონაწილეს აქვს თავისი საპენსიო გვერდი, სადაც შეუძლია რომ შევიდეს და ნახოს მისი პორტფელი, მისი დაგროვილი აქტივები, როგორ არის განაწილებული, ვინ ჩაურიცხა, რომელი დამსაქმებლისგან ჩაერიცხა ფული, რა იყო დაგენერირებული მოგება მის მთლიან დაზოგილ თანხაში, როგორ არის განაწილებული მისი პორტფელის შესაბამისად მისი აქტივები და ეს ინფორმაცია ყველა ინდივიდს შეუძლია რომ ნახოს თავის გვერდზე. საინტერესოა თუ არის რაიმე სტატისტიკა, რომელნაირად აქტიურად იყენებენ გვერდის ნახვას, ამ შემთხვევაში რამდენად აქტიურად ამოწმებენ მოქალაქეები. ზოგადად აქტიურობა განსაკუთრებით ჩვენ ვუყურებთ დინამიკას გადასვლების პორტფელებს შორის, როგორც იცით, ადამიანებს აქვთ უფლება მოვიდნენ ჩვენთან საპენსიოში და იუსტიციის სახლში და გადაიტანონ თავიანთი პორტფელები. როგორც ვუყურებთ, ძალიან დიდი აქტივობა მაგ მხრივაც არ გვაქვს, არ ვხედავთ დიდ აქტივობას. ეს რომ გენდობიან, რომ თქვენ გადაწყვეტილებას ენდობიან. ნამდვილად და ეს არ არის მარტო ქართული ეფექტი, ეს არის ზოგადად ქცევითი საქციელი ზოგადად ადამიანების განვითარებულ ევროპაშიც კი, რომ ადამიანებს არ უნდათ ესეთი გადაწყვეტილებების თავად მიიღება და ეს იწვევს აი ამ შედარებით ნაკლებ აქტივობას და უფრო მეტი ნდობა აქვთ. კი ბატონო, აი სხვა შორის ხა ევროპა ვახსენეთ და საერთაშორისო პრაქტიკას რომ შევხედოთ ჩვენი საპენსიო ფონდის საინვესტიციო შედეგები, იგივე რამდენად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო პრაქტიკასთან, რელევანტურ პრაქტიკასთან შედარებით.
ჩვენ ვაკვირდებით მუდმივად, როგორ ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი შედეგების მიხედვით და OECD არის ორგანიზაცია, რომელიც აი ამ ინფორმაციას აგროვებს ყველა ქვეყნისგან, ყველა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების საპენსიო ფონდებისგან და აი ბოლო მონაცემებით 2025-ის რიცხვები ჯერ მათ არ აქვთ განახლებული, თუმცა ჩვენი ანალიზითაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო რეალური ამონაგები გვაქვს, რეალური მომგებიანობა გვაქვს. ტოპ 3 ქვეყანაში შევდივართ ამ რეალური ამონაგებით, განსაკუთრებით თუ შევხედავთ მაგალითად ბოლო 3 წლის გაწლიურებულ მაჩვენებელს, აქაც საკმაოდ მაღალი მომგებიანობა გვაქვს და რასაც ხელს უწყობს ერთის მხრივ, საერთაშორისო აქციები საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდათ 2023 წლიდან, მაგრამ მეორეს მხრივ ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ კარგი ინვესტიციებს ვაკეთებთ. ადგილობრივ ბაზარზე დეპოზიტების განაკვეთები მაინც მიმზიდველი რჩება ჩვენთვის, სახაზინო ობლიგაციების მომგებიანობაც საკმაოდ მაღალი არის, რაც ბევრ ქვეყანაში ესე არ არის, იმიტომ რომ ადგილობრივი დეპოზიტების ბაზარი ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალ ამონაგებს იძლევა განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით. კი ბატონო. და პრიორიტეტები აუცილებლად მინდა კითხოთ, რა არის საერთო სამსახურის ძელვადიანი პრიორიტეტები? ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის აქტივების დივერსიფიკაცია, ვინაიდან ეს არის რისკების მართვის საუკეთესო გზა ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაფართოვოთ ამ აქტივების იმ აქტივებში ინვესტირების საშუალება, რომელიც გვაქვს ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ადგილობრივ ბაზარზე, გვინდა რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბაზარზე, კაპიტალის ბაზარზე მეტ ემისიებს, მეტ ინვესტიციებს, რაც რა თქმა უნდა ჩვენი აქტივების დივერსიფიკაციასაც შეუწყობს ხელს და თან კაპიტალის ბაზრის განვითარებას დაეხმარება. კი ბატონო და კიდევ ერთხელ ასე ვთქვი ჩვენი მოქალაქეებისათვის, რატომ არის მნიშვნელოვანი საპენსიო დანაზოგები და გრძელვადიანი ინვესტირება იმ ყველაფრის ფონზე, როცა შეიძლება მაინც გვაქვს პენსია, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად ამისა, რატომ ეს ვერსია, რატომ უნდა გავყვეთ ამ ვერსიასაც? ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მოგონილი, ანუ ქართული გამოგონება არ არის ეს მეორე პილარი საპენსიოსი. ეს არის ევროპაში, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში საპენსიო რეფორმა არსებობს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, ვინც არიან დასაქმებულები და აქვთ ხელფასი, თავიანთი ხელფასის შესაბამისად დააგროვონ ბევრად მეტი დანაზოგი, ვიდრე თუნდაც სახელმწიფო მისცემს. ჩვენ როდესაც ვაკეთებთ პროგნოზს ადამიანების სამომავლო საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებლები შეიძლება მიიღო. ანუ ერთის მხრივ, როგორც იცით, შენარჩუნდება პილარ 1, რომელიც ეს სოციალური პენსია, რასაც ქვია, და ეს იქნება დამატებითი შემოსავალი პენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის, რათა ბევრად უკეთესი ცხოვრების ხარისხით იცხოვრონ პენსიაზე გასულმა ქართველებმა. ანა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენც ეს გსურს, რომ პენსიაზე გასულა ქართველებმა ისე როგორც პენსიამდეც, ბევრად უკეთესი ხარისხით იცხოვრონ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხსოვოთ. ანა, კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო მოსაუბრებს გზანდებით და საინტერესოდ გვიხსნით ხოლმე მიმდინარე პროცესებს საქმის კურსში გვაყენებთ ყოველთვის. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.